დილამშვიდობის მოგესალმებით. ერთხელ მათ, ვინც ახლა შემოგვერთ და დაგიბრუნდით და ამჯერად სტუმართან ერთად. ნამდვილად, უკვე გადავედით ჩვენ გადაცემის იმ ეტაპზე, როდესაც მარტო აღარ ვართ სტუდიაში და მას პინწობ ძალიან საინტერესო სტუმრებს და ასე ამჯერადაც ფოტოდოკუმენტალისტი ქალბატონი ნათელა გრიგალაშვილი შემოგვერთ და ჩვენ უნდა ვისაუბროთ გამოფენაზე ცვალებადი ლანდშაფტები. უკვე ძალიან ბევრი წელია, რაც ნათელა გრიგალაშვილი მაღალმთიანი აჭარის ცხოვრებას ფოტოისტორიებად გვინახავს. მათ ყოველდღიურობას, ტრადიციებსა და გარემოს აღწერს. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ფოტოგრაფის პერსონალური გამოფენა გაიხსნა, სადაც ამ სერიიდან სხვადასხვა დროს გადაღებული ფოტოებიც არის გამოფენილი. მოგესალმებით, ქალბატონი ნათელა, ძალიან დიდი მადლობა. მოგბრძანდით სტუმრად და სანამ გადავალთ უშუალოდ აი მუშაობის პროცესზე, რომელიც დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო იქნება. ზოგადად, ცვალებადი ლანდშაფტები რატომ ხია ამ გამოფენას? და სანამ პასუხებთ, მე მანამდე კოლა შემოგთავაზებთ. მოგესალმებით. ეს არის აჭარის პროექტი, რომელიც მრავალი წელია გრძელდება და რატომ ცვალებადი ლანდშაფტი, ეს შეიძლება ითქვას ამ გამოფენის კონკრეტულად ახლა ამ გამოფენის სახელია. ალბათ იმიტომ რომ ძალიან სწრაფად იცვლება ისე როგორც ყველგან აქაც ცხოვრება. და მე როგორც ფოტოგრაფის მოვალეობა დავაფიქსირო ის ცხოვრება, რომელიც დღეს არის და რომელიც მართლა ძალიან სწრაფად იცვლის ფერს და ხვალ რა იქნება, არ ვიცით. როდის გაიხსნება გამოფენა და როდემდე გაგრძელდება ეს ცხოვრება? გამოფენა უკვე გაიხსნა 6 დეკემბერს. მე დიდი ხანი არ მქონია გამოფენა საქართველოს თბილისში. თითქმის 7-8 წელია და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თან თავსაც ვიკავებდი ჯერჯერობით, მაგრამ ეს გამოფენა სოლოს შემოთავაზებით და ინიციატივით მოხდა საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, როგორც გვემგზავნით და გაგრძელდება იანვრის ბოლომდე. ქალბატონი ნათელა, მაღალმთიანი აჭარა ზოგადად არის ის რეგიონი, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს. მე პირადად არ ვარ სამჩემ და სამწუხაროდ ნამყოფი, თუმცა ძალიან ხშირად ვადევნებ ხოლმე თვალს აი ამ ფოტოებს, ემოციებს, რასაც აღწერენ ადამიანები, რომლებიც იქ ხშირად ჩადიან. თქვენ შემთხვევაში აი პირველად რატომ და როგორ გაგიჩნდათ სურვილი, რომ სწორედ მაღალმთიანი აჭარა აი ესე დეტალურად გადმოგეცათ? საერთოდ მე როგორც ფოტოგრაფს ძალიან მაინტერესებს რეგიონები და თითქმის ყველა პროექტი ჩემი არის რეგიონებში. მათ შორის იყო ერთ-ერთი აჭარაც და მაღალმთიანი აჭარაც, ვეძებდი სხვადასხვა ადგილებს აჭარაში და ბოლოს აღმოჩნდი ერთ კონკრეტულად ხულოს რაიონში და მე ვთქვი, რომ აი ეს ჩემთვის ყველა საინტერესო ეს იყო. საინტერესო იყო გარემო, ადამიანები, ალბათ უფრო ის ადგილები მაინტერესებს, იმით დავინტერესდი უფრო სწორად, რომ მათ უფრო მეტად აქვთ შემონახული ტრადიციები ცხოვრების, უფრო ძველი წესი, ესე შეიძლება ვთქვათ და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. აი თვითონ ხალხი როგორ ხვდებოდა ამ ყველაფერს, რომ თქვენ როგორც ფოტოგრაფი, ფოტოხელოვანი აღწერდით მათ ყოველდღიურობას. აი მათი დამოკიდებულება როგორი იყო ამ ყველაფრის მიმართ? იცით რა, თავდაპირველად რა თქმა უნდა იყო გაოცება. ფოტოაპარატიანი ქალები კარგზე ხშირად დადიან. მაგრამ რაღაც დროთა განმავლობაში ეს შეიცვალა გაოცება უკვე აი იცით როგორ არის ხშირად მეუბნებიან ხოლმე რომ იცი რა იქ უნდა ყოფილიყავი შენ ეგ უნდა გადაგიღო ან იქ წადი და იქ გადაიღე ანუ ისინი ცდილობენ რომ დამეხმარონ ესეც კი უკვე ეს ნიშნავს რომ მათ მიიღეს რა თქმა უნდა ნახულობენ თავიანთ ფოტოებსაც ხოლმე და მე არასოდეს არ მახსოვს რომ ვინმეს ეთქვა რომ აი რატო ჩემი ფოტო რატო ასეთი ან რატო მოხდა ანუ ამ ადამიანებმა კარგად მიიღეს ძალიან კარგად რა თქმა უნდა ესეც მოდის იცით მათ როცა ვამბობთ ტრადიციებს სწორედ ეს არის სტუმართ მასპინძლობა სტუმრის მიმართ სხვა დამოკიდებულება რომ ის მარტოა შენთან ჩამოვიდა და შენ მის გვერდით უნდა ითქი და ყოველთვის ვამბობ ხოლმე იმას და ვიმეორებ რომ მე ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ ამ ადამიანებისგან ხანდახან ვფიქრობ რომ ის რაც მათ შეინარჩუნეს ის რაც ჩვენ ბარში მცხოვრებმა დავკარგეთ აი თქვენთვისაც ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია ეს განწყობა იმიტომ რომ რაღაცნაირად უკავშირი მათგან დადებითი რომ არის ალბათ თქვენს გარკვეულწილად სხვანაირ სტიმულს გაძლევთ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა რა თქმა უნდა ეს რომ არ იყოს მე ალბათ ამდენი წელი ისე ვარ დაბრუნდებოდი და ისე ვარ გეგმარო აი ხვალ ისე წავალი
კი ბატონო. ალბათ ყველა ფოტოგრაფის შემთხვევაში სამუშაო პროცესი უშუალოდ განსხვავებულია. თქვენ შემთხვევაში მაგალითად როდესაც რეგიონებში წასვლას გეგმავთ, გააქვთ განსაზღვრული, თქვათ, რისი გადაღება გინდათ? რაღაცა მიზნით ხართ გამსჭვალული თუ იქ ადგილზე რაღაცა წამით იქნება კადრი? არა, როდესაც მე ვიღებ გადაწყვეტილებას, რომ აი ამ პროექტზე უნდა დავიწყო, მე ძალიან კარგად მომზადებული ჩავდივარ იქ. ბევრი რამ ვიცი, ბევრ რამეს ვკითხულობ, ვეცნობი, ნაცნობებსაც ვეკითხები, ვეძებ სოციალურ ქსელებში, წიგნებშიც, ისტორიაც, ყველაფერი მაინტერესებს. მაგრამ რა თქმა უნდა, დოკუმენტურ ფოტოგრაფიაში ასე, როდესაც ჩადიხარ ადგილზე, ძალიან ბევრ რამეს აღმოაჩენდა. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც შეიძლება მეტი დრო გაატარო იქ იმ ადამიანებში. აქტიურად უნდა იცხოვრო იმათივე ცხოვრებით, როგორითაც ისინი ცხოვრობენ. რა პერიოდს მოიცავს ხოლმე თქვენი ვიზიტები? არც ისე ბევრს ვამწუხო, ჩემ და სამწუხაროდ. მე მირჩევნია უფრო მეტი დრო გავატარო იქ. ძირითადად ეს არის ზაფხული. როდესაც თაში მიდიან მომთაბარები არიან მოგეხსენებათ ისინი და უფრო მაინტერესებს ხომეთის და შემდეგ ვახერხებ რომ ზამთარში წავიდე. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, დიდი სიამოვნებით უფრო მეტ დროს გავატარებდი იქ. გავტანათელ, აი წინასწარ იცით ხოლმე, აი დაახლოებით რა ტიპის, რა ხასიათის ფოტოები გსურთ რომ გადაიღოთ, თუ ადგილზე სპონტანურად ხდება ამ ყველაფრის დაგეგმა და იქვე აი თქვენი ხედვით თქვათ აღიქვამთ ყველაფერს. როგორც გითხარით, არის რაღაცები, რასაც მე ვგეგმავ. რა თქმა უნდა, მე მინდა გადავიღო მაგალითად ამ შემთხვევაში, როგორ მიედინება იქ ცხოვრება, რა ხდება. ცვლილებები. რა თქმა უნდა, აქ არის პორტრეტებიც, აქ არის ოფითი ცხოვრებაც. მე არ ვარ პეიზაჟისტი, მაგრამ ეს პეიზაჟიც ფონია იმ გარემოში, სადაც ის ადამიანები ცხოვრობენ. თუ კი რამ ხდება, რამე ტრადიციული, ესეც ძალიან საინტერესოა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იქ ბევრი ხალხი იკრიბება და მე ყოველთვის ვცდილობ რომ იმ პერიოდში იქ ვიყო. მაგრამ შემდეგ ადგილზე თავისთავად უკვე თვითონ გარემო გაძლევს ამბებს. აი ეს ამბები ჩდება და მე შენ მიყვები ამას და ძიების პროცესი იქაც გრძელდება, იმიტომ რომ მე მათგან ბევრ ამას ვიგებ ყველაფრის შესახებ. ჩვენ ახლა ეკრანებზე ვხედავთ თქვენს ფოტოებს და ყველა ფოტოზე გამოსახულია ერთგვარად პერსონაჟი და მაყურებელი და დამთვალიერებელი ალბათ თავისებურად აღიქვავს ამ პერსონაჟებს. თქვენ კი მათ უკან დგომი ისტორიები იცით. გაქვთ თუ არა რაიმე საინტერესო ისტორია, საინტერესო პერსონაჟზე ფოტოდან გამომდინარე, რომელიც თქვენთვის შეიძლება იყოს ყველაზე საყვარელი, საინტერესო, ყველაზე ღრმა? იცით როგორ არის? მე მაქვს 100,000-ობით ფოტო გადაღებული, რა თქმა უნდა. და არის ესეთი ფოტოები და ბევრი, რომელსაც მე არასდროს არ გამოვიტან საჯაროდ, იმიტომ რომ აქვს რა თქმა უნდა ამ დროს ყოველთვის ვცდილობ უკეთესი და უკეთესი ფოტო არჩიო, ვიზუალურადაც და ამბების მიხედვითაც. თუმცა მე მინდა ვთქვა, რომ ყველა ეს ფოტო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მთელი მაყურებელი ყოველთვის ხედავს კადრს, აი კონკრეტულ კაცს, მაგრამ ამის უკან რაც ხდება ისტორია, მე ამის ნაწილი ვარ. ანუ სხვა გინდა არ გინდა, ასე როცა იქ დიდხანს ხარ, შენ ხარ ნაწილი ამ მთელი ამ ცხოვრების. და ამიტომ იცით, ცოტა მიჭირს ხოლმე გამოყურებელი მე ფოტო, იმიტომ რომ ფოტო არა, მე ის ჩემთვის ეს არ არის უბრალოდ ფოტო, ეს არის ჩემი ცხოვრების ნაწილიც, მოგონებაც და ცოტა მიჭირს ხოლმე. თქვენ ცხოვრებაში ზოგადად როგორ შემოვიდა ფოტოგრაფია? ან როგორ აღმოაჩინეთ, რომ გქონდათ ნიჭი? თუ უბრალოდ სიყვარულიდან დაიწყო და მერე ეცადეთ ეს ნიჭი გაგეღვიძებინათ თქვენ? ნიჭის რა გითხრათ, მაგრამ სიყვარულით მოვიდა. მე მინდოდა, მე მუშავა კინოში, კინოოპერატორობა მინდოდა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გავხდი კინოოპერატორი. არის სამწუხაროდ თუ არა? იმიტომ სადაც ვარ ძალიან კარგად გრძნობ თავს. მე კინოშიც კი მინდოდა ესე, ცოტა ესეთ ბავშვური ჩანაფიქრი იყო, მაგრამ მინდოდა რომ მე ყოფილიყავი რეჟისორიც, ოპერატორიც, ყველაფერი დამოუკიდებლად და აღმოჩნდა რომ ფოტოგრაფია ამისთვის ყველაზე კარგია. დიახ. გავტანათელ, წინასწარ აი რაღაცა ინტუიტიურად თუ ხვდებით ხოლმე ამა თუ იმ ფოტოს წარმატებას, იმიტომ რომ არის ხო რაღაც გამორჩეული ფოტოები, რომელიც განსაკუთრებულად პოპულარული ხდება, თუნდაც ინტერნეტ სივრცეში და ასე შემდეგ. აი რაღაცა ის ალღო თუ გაქვთ წინასწარ განსაზღვროთ ესა თუ ის ფოტო, უფრო
ჭექარეთ იტყვის თუ არა თავის სათქმელს. რთულია, იცით ეს, მე უბრალოდ ხვდები ხოლმე რა არის საინტერესო გადაღებისთვის. რაღაცა ხდება, მაგალითად იკრიბებიან ქალები და რაღაცა ხელსაქმე ერთად არის. ნადიეს მოიწვევენ ერთად და ერთმანეთს ეხმარებიან, ან და მაგალითად ჭალობის პერიოდი, როცა TV-ს აღების პერიოდი, იმიტომ რომ ბევრი ხალხი ტრიალებს იქ და საინტერესო კადრებია. თუმცა ან გაგიმართლებს, მე კი ვიცი რომ იქ საინტერესო ამბავი შეიძლება ვიცი რომ ხდება, მაგრამ შეიძლება არ გაგიმართლოს იმ დღეს და ვერაფერი ისეთი ვერ გადაიღო. გაგიმართლებს თუ მაგალითად ნისლი წამოვა და ის ძალიან ლამაზი ხდება, ხო? აი ეს წინასწარ ვერ საზღვრავ და ვერც ფოტოს რაღაცა მომწონს, მაგრამ შემდეგ უკვე რედაქტირების დროს ცოტა რთულია ხოლმე არჩევის დროს. შეიძლება წლები გავიდეს და მე ვნახო რომ ყველაზე კარგი ფოტო არ ამირჩევია. ეს მართლა გჭირდება ემოციურად დაშორდე ამ ამბავს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თვითონ თუ ნახულობენ ხოლმე, აი რა გამოვიდა, როგორი, აი იქვე თუნდაც ადგილზე თუ ინტერესდებიან და თუ აჩვენებთ ხოლმე აი ამ ფოტოებს. ინტერნეტში ყველაფერს ნახულობ. სოციალურ ქსელში ყველაფერს ნახულობენ და ყველაფერი იციან რა ხდება. და ალბათ აინტერესებთ კიდეც სხვა თვალით დანახული მათი ყოველთვის ვამბობ ხოლმე ამას და ვერასოდეს აი მინდა ყოველთვის გავიმეორო კიდევ ალბათ რომ არა ეს მათი ეს დამოკიდებულება, მათი ეს განსაკუთრებული ისეთ ღირსეული ხალხი, მე ალბათ ამდენი წელი აღარ ჩავიდოდი და აღარ ვიელოდი. ფოტოგრაფიის განვითარება რაზეა დამოკიდებული მეტწილად? რა არის რაღაც მომენტში ალბათ ყველა სფეროში გარკვეული დოგმები და გაწერილი პუნქტები რაღაცნაირად მოირღვა. და ყველაფერში არის მეტი თავისუფლება. აღარ არსებობს რაღაც დოგმა, რომ ეს ესე უნდა გაკეთდეს, ესე უნდა გადავიღოთ, ესე უნდა წარიმართოს პროცესი. ამ შემთხვევაში როგორ არის? ეს ძალიან ჩემთვის პირადად ძალიან მტკივნეული თემაა. დოკუმენტურ ფოტოგრაფიაზე ვიტყვი, იმიტომ რომ მე დოკუმენტურ ფოტოგრაფიაში ვმუშაობ. ფაქტიურად მე როგორც ფოტოგრაფი ამ ქვეყანაში ვცნობ, რომ ვარ მარტო. აი, იცით რა იგულისხმება ამაში, რომ აი მაგალითად მაღალმთიან აჭარას 10 წელი ვიღებ მე დამოუკიდებლად გადაღება რას ნიშნავს ვერავინ ვერ დავაინტერესე ვერც სამინისტრო ვერც აჭარის სამინისტრო იმიტომ წლების მანძილზე შემქონდა პროექტი და ვერც ტურიზმის დეპარტამენტი სადაც შევიტანებ აი რა ვამბობ რომ მე მხოლოდ ორჯერ ვახერხებ წელიწადში ჩასვლას ამასთან ეს ყველაფერი მინდა არ გინდა ფინანსებთან არის დაკავშირებული მაგალითად თუ კი ადამიანები ფულს დებენ იმისთვის რომ აგროვებენ რომ საფხურს წავიდნენ დასასვენებლად მე აგროვებ იმისთვის რომ წავიდე აჭარაში და ძალიან ბევრი იდეა გვერდზე მაქვს გადადებული მხოლოდ ამის გამო. იცით, ამას ვამბობ, რომ თუ კი ხელშეწყობა არ გქონდა ფოტოგრაფია, ამ მხრივ ვერ განვითარდება. მეორე მხრივ დგება, იცით რა მომენტი, სადმე გაქვს მე ჯერ ის რომ არ გაქვს მხარდაჭერა, რომ წახვიდე და იმუშაო, მე რჩდება ის ამბავიც თქონდა, სადმე გაქვს მე ეს ფოტო. ჩვენთან ხო არ გამოდის სოციალური, ესეთი პოლიტიკური, ესეთი ჟურნალი, სადღაც შეიძლება ეს დაიბეჭდოს, რაღაცა მხარში დაგიდგეს. ფაქტიურად არაფერი აი მარტო იბრძვე რომ ეს ყველაფერი გააკეთო. დარგი კიდევ ხელშეწყობის გარეშე ვერ განვითარდება. და გულისწყდება იმაზე რომ აი ეს იდეები რაც მაქვს თუნდაც აი ფოტოგრაფია არის ფიქრობ ისტორიის შენახვის საუკეთესო საშუალება. ის რა ხდება დღეს აი რაც არის ახლა და ხვალ აღარ იქნება გვინდა ის რომ დააფიქსირდეს და შევინახოთ ამისთვის არის ძალიან კარგი საშუალება და ვინაიდან ვერ ვახერხებ გულისწყდება იმაზე რომ იქ ამ დროს ძალიან დიდი ცვლილებები ხდება და ამის გადაღების გააჩერო წამინდა შეინახე. ქალტონათელა არა მხოლოდ ქართველი ძალიან ბევრი უცხოელი ნახულობს და ეცნობა თქვენს ფოტოებს. აი მათი რეაქცია როგორია ხოლმე? აი საერთაშორისო გამოხმაურება, თუნდაც მათთვის ასე უცნობ პატარა რეგიონზე, როდესაც ნახულობენ აი ესეთ საინტერესო ფოტოებს. დიახ, მე კი ვთქვი, რომ თბილისში დიდი ხანი არ მქონია გამოფენა, მაგრამ ის არ ნიშნავს, რომ გამოფენები არ მაქვს. ბოლო 3 წლის მანძილზე განსაკუთრებით აი ამ პროექტმა აჭარის ძალიან ბევრ ქვეყანაში ფესტივალებზე იმოგზაურა და ადამიანები ესეთი
იმდენად ახლოს გულთან მიაქვთ, მე ძალიან მიხარია ეს ცხოვრება მათი, ისეთი აღტაცებული მეუბნები არ ვიცით, ასეთი ჩვენთანაც არის, აი ესეთი გარემო ჩვენთანაც, ასეთი ცხოვრების წესი რაღაცა, რა თქმა უნდა, ბევრგან არის ისო მომთაბარეობა მაგალითად და ეს მოსვენ. და რაც მთავარია, ბევრი მწერს, რომ ძალიან მინდა რომ ჩამოვიდე და ჩემი თვალით ვნახო აი ეს კუთხე, ეს ადამიანები, შეიძლება თუ არა მათთან მოხვედრა, ისეთ კითხვებს ვამენ. და მის რა თქმა უნდა ძალიან მიხარია. ხო, რაღაცნაირად სხვა კუთხით აცნობთ ერთგვარად ჩვენს რეგიონებს. რამდენ ხანს გაგრძელდება ქალტანათელა გამოფენა? კიდევ ერთხელ რომ უთხრათ. გამოფენა გაგრძელდება იანვრის ბოლომდე და ყოველ დღე გარდა უშაბათს არის ღია და ძალიან გამიხარდება თუ ნახველები დაინტერესდებიან და მოვა. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დაინტერესდება. უღრმესი მადლობა უნდა გითხრათ მადლობა სტუმრობისთვის. თქვენ. შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, რომ ჩვენთან სტუმრად გახდათ ქალბატონი ნათელა გრიგალაშვილი და ვსაუბრობდით გამოფენაზე, რომლის ხილვაც, როგორც აღნიშნეთ, ყოველდღე არის შესაძლებელი და ნამდვილად ძალიან საინტერესო სანახაობა და გამოფენა გელოდებათ, ასე რომ სიამოვნებით ვესტუმრებით ჩვენს და ნახავთ ამ ფოტოებს. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა სტუმრობისთვის. დიდი მადლობა.